აი, ერთვევით ჩემი სახლიდან, სადაც თან რემონტია და თან მოვედი, რომ დავიხმარო რაღაცების დაალგებაში და ეხლა უნდა გავწმინდო ფანჯრები და მიყურეთ. აი, ხა დაალგების წესები რა, როგორ არის ზოგადად, ვასწავლო ხალხს. მოკლედ, შუშასთან რომ მივდივართ, ეხლა ამ შემთხვევაში ცოტა ღრმა დაბინძურება გვაქვს და ჯერ სველი ტილოთი გავწმინდეთ, მერე ხსნარიანი ტილოთი. და ბოლოს მე ესე მიყვარს, იმიტომ რომ არ მაქვს სპეციალური ეს რა ქვია, საწმენდი შუშის, სალფეტკით ვაპრიალებ რა, იმიტომ რომ სხვანაირად ტილოთი ვერ ვშვები. დიდი გამოცდილებაც არ მაქვს. ის ნახაზები რო არ დარჩეს, სალფეტკი ძალიან კარგად აპრიალებს. TikTok-ზე არის ერთი გოგო სულ ალაგებს რაღაცებს და გიჟდები მაგის ვიდეოების ყურებას. ვაკეთოთ წიწიბურა. მე ვაკეთებ ძალიან ბევრი კარაქით, ხო იცი? რას მოვჩით დღეს? ფანჯრებს, კარადები გავწმინდეთ. ფანჯრები არის იდეალური. ხო, ფანჯარა ისე გავწმინდა, რომ ბუზიო შემოფრინდა. კაჩი უკან ვეღარ გადიოდა. ხო, კარადები გავწმინდეთ სამზარეულოსი, ეხლა რაღაცები ირეცხება, ჩვენ დიასახლის ირეცხავს. დამლაგებელი გამოვიძახეთ და რეცხავს და მე უნდა შევალაგოთ ეს ნივთები და იქამდე მაგ ფინალურები გასასწორებელი და აღარ დამირეკოთ აიქედან, მე აღარ დამირეკოთ. წავიდა. ახლა ჩვენ მე და კატო შევალაგებთ გაწმენდილ კარადებში ნივთებს. სამიხმარები? კი. წავედით. მოდი. ავძვერით. ხუთშაბათი დღე არის და დღეს მივდივარ სამსახურში, მაგრამ იქამდე გამოვედი სასიარულოდ ჩემს ახალ walking partner-თან ერთად. ბედბანის არ გავდა. ხო და ეხლა ნახე. კი, გიჟდები. დღეს დილიდან მაგას უყურებდი და ბრანიშილეტი მართლა ეცვა? ბედბანის ვიცხამ რომ ემუქრები რომ მოკლავენ რომ თან აი ძალიან გამართული რო იდგა. შეგხვდება TikTok-ზე. ბიჭო, იმიტომ რომ თან მარტო იჯდაო, იმიტომ რომ რაღაცა და იმედია ისინია. ძალიან კარგად ეცვა ბედბანის, მოკლედ გვიყვარს. ეხლა ნახეთ რა ხდება, ახალი ჩელენჯი ხო გინდოდათ, ხომ წერდით ჩემი გამომწერები რომ ჩელენჯები თუ რაღაც და თან ესეთ რაღაც მომიყვა, როგორ იღვიძებს დილით. ინსპირაცია რო იცოდეთ ვინ არის. რო იღვიძებს თურმე ტელეფონს არ იღებს ხელში. დილის რუტინას, დილის აფირმაციებს, მანიფესტაციებს 1 საათი უთმობს რა. ერთია იმაში იყო. ერთი ქალი ახსახს და გვარს არ ვიტყვი. 1 საათი სკინკეარ რუტინას ვიყენებ დილითო და მეორე შეღარ. ხო და მოკლედ და მე ტელეფონის აღება ბევრად უფრო. ხო, ბევრად უფრო ეს არის რა, ეფექტური. ხო და ძალიან მომეწონა. იმიტომ როგორც კი ვიღოთ ეგრევე სკროლავ TikTok-ს, Instagram-ს, LinkedIn-ს, Facebook-ს, აი რეებზე შევდივარ რომ იცოდეთ. კი. კი. საერთოდ ერთი ესეთ რაღაც უნდა თქვა რა, ეს კიდე ჩემმა მეორე მეგობარმა მასწავლა, აი ძილის წინ რო ტირი ხარ.
აი ხო ქონია კეთილს რო ტირი ხარ რომ აი ვიღაც რომ მოგიკვდეს ან შენ თვითონ რომ მოკვდე აი რაღაცა საყვარელი ადამიანი დაკარგო და ეგრევე რომ აი ავტომატურად ტირილი გეწყება ანუ ძილის წინ ქვეცნობიერი იმდენად მუშაობს რომ რასაც ფიქრობ შენი ტვინი იჯერებს და ანუ ის რეალური ემოციები მოგდის რაც მართლა რომ მომხდარიყო ძილის წინ და ძილის მერე ძალიან მაგარი არის manifesting ხო აი ეგ ძალიან ბევრჯერ მიტირი აი წა რამდენჯერ გიფიქრე რო ანუ ძალიან ეფექტური, ამიტომ ძილის წინ, ძილის მერე მოკლედ დავიწყოთ აფირმაციები, მერე ტექნიკები უკვე შემდეგ სერიაში შევაგთავაზებთ, რამდენიმე ტექნიკა მე მაქვს. მაგრამ კიდე მოვიძიებ რა ტექნიკები არის. დღეს მივიდივარ სამსახურში, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და პროცესში ჩაგერთვებით, უკვე დავასრულეთ სიარული. რამდენი ვიარეთ არ ვიცი. გაქვს იმაში აპლიკაციაში. ეხლა ვნახავ მეც, ბევრი არ გვილია. ბაი. მე და ჩემი მეგობრის შვილი ვსინჯავთ, რას არ ვიტყვი. ვითომ შენ არ ხარ კაი ისე შეჭ. Good choices burgers და ეხლა ვნახოთ გემრიელი არის თუ არა. დიდი არაფერი. თაკო. ხო. არ მომეწყო. Hi, პარასკევი დღე არის, სამსახურამდე მივიდივარ რაღაც შეხვედრაზე, მოგიყვებით მერე და იქამდე ვერ გადავწყვიტე ფეხზე, რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვა. ანუ ეს ლოფერი თუ ეს კაზაჩოკი. და ეხა კარგად რომ შევხედო ჩემს თავს. ანუ ლოფერი უფრო ისეთია. მგონი ლოფერი ჯობია. კაი, ლოფერი ავარჩიოთ. წავედით. მოკლედ ვიყავ შეხვედრაზე, სადაც დავთანხმდი ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებას, ვიწყებ ტექ რეკრუტინგის კურსს. ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანს უნდა მუშაობის დაწყება, თუმცა საქართველოში ძალიან ძნელია პირველ რიგში გაერკვეო ტერმინებში, შემდგომ რაღაც სერტიფიკატი გქონდეს და ამის შემდგომ კიდე სამსახური იპოვო. და მე ძალიან მინდა რომ დავეხმარო ყველა ესეთ ადამიანს, შესაბამისად Harmony AI-ის და Webis აკადემიის პარტნიორობით შექმნილ სამთვიან კურსს სიამოვნებით ჩავატარებ. თუ იმას სურვილი გაქვთ რომ შემოგვიარეთ, გთხოვთ რომ მომწეროთ. მოკლედ ძალიან კარგი წინა საგაზაფხულო პერიოდი იწყება, ვნახოთ რა გამოვა. Hi, მეგობრებო. ჩვენ ახლა ვართ ჩემი მეგობრის სახლში, სადაც უნდა გამოვაცხოთ ნუშის ნამცხვარი. ნუშის ნამცხვარი არის, აი, ბავშვობაში რომ მაღაზიაში იყიდებოდა. დავასტოპო. მაღაზიაში რომ იყიდებოდა, ახლა არ ვიცი აქ ჩანს თუ არა. წონით მოკლედ ეგეთი უნდა გავაკეთოთ სახლში და ძალიან გემრიელი რეცეპტთან დავურთავთ. სოფომ დაფქვის, რა ქვია? დავქვა. მედი მაშინ კამერა შეგვიძლია ესე აქეთ გადმოვდგათ. მეგობრებო, ეს დაფქვილი. მოკლედ ვისი რეცეპტიც არის მარჯვნივ გვიზის და გვიყუროს. ოპი, ძალიან გამჭოლი მზერი გვიყუროს. გამჭოლი მზერი და ჩვენ მოკლედ რაც არ უნდა იყოს, მაინც ვიტყვით, რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა, თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ. ვიდეზე თუ ისეთი იქნება, როგორც სამისი იყო, ესე თქვენ არა, ვასიკო გასინჯავს ამასაც კი. კაი, ეს ჩავყაროთ აქ. რამდენზე მაგას მე გაგიზიარებთ საავტორო ვიდეოს და იმას უყურეთ. ხა მე აღარ მათვლევენ. არა, მე რეც ხათოს კორნერის რეცე იმას მივიცემ ვიდეოს დავლინკო. მეტი რა ვქნა მითხარი? აი ეს ცილა გადაისხაზეთ, მაგრამ არც კი შეიმჩნია. პირაკი მაცშია, მაგრამ არ მომცეს მაიკა და რა ვქნა. ეხა ცილა? ეხა ცილას ურავთ. მე ძალიან ის არის უცნაური. ჯოცა უნდა გქონდეს შაქარი, არ ვიცი, მაგრამ არა უშავს, ახლა შაქარი დავყარე. ეხლა ვაყრით შაქარს. ბევრ შაქარს. რამდენი იქნება რეცეპტი წერია? დიაბეტი რო დაყვე მართლაც. მართლა ძალიან ბევრ შაქარს. არ მოვაკლო.
ეხლა ეს მოურიე. ნელა ოღონდ არ შეისხა. კარგად უნდა მოურიო. მე მგონი არ გვეყოთ ცილა. შეიძლება დამატება მოგვიწევს. რაოდენობები არასწორად ქენი? ორ პორციას რატო ვაკეთებთ? 25 რო გამოვიდეს. რა თქმა უნდა 25 რო გამოვიდეს. ბევრი რო იყოს, რომ ბევრი ვჭამოთ. ეს შეპირებულია ვატყობ მე ვიღაცებზე, ხო? არა, ეხლა მანდ არის 8. და კიდე გვინდა. 10 მაინც უნდა გავუკეთო. აი. მეგობრებო, ვამატებთ. პროპორციები ვერ გათვალე ხაშკარა. ჩემ ბუღალტერს ცოტა რაღაცა აერია. ბუღალტერს. აი, ცილა რო გადამყოს მეზარება. კი, და ის გული. ბუღალტერს აბა რა ხარ? ვერ დათვალე. მე ვურევ, რეცეპტი სხვისია, შენ რა გამოდიხარ? ჰა? აი. დღეს LinkedIn-ზე მომწერა ერთმა გოგომ რაღაც ვიდეო დავდეთ YouTube-ზე, რომ LinkedIn-ი როგორ უნდა გამოიყენო, რა რაღაცა პლატფორმა, საიდანაც დასაქმდები მარტივად და კლედ ვუყურებ ამ ვიდეოსა და ძალიან მომეწონა და ძალიან გამომადგავა და ძალიან დიდი მადლობაო, მაგრამ მერეო. აი მე გავაკეთეო ეგ პლატფორმაო რა. წარმოიდგინეთ, აი Facebook-ი რო ავხსნა როგორ მუშაობს და მაგრამ მე Facebook-ი გააკეთოს. და მაგრამ მერეო ჩამრჩითო და დამესიზმრეთო. და დამესიზმრავ, ქალმა. დამესიზმრავ, რომ ჩემი სამი შვილის ძიძა იყავით და ვფიქრობდიო, რომ რა კაიაო, თანოს შვილებსაც მოულისო და თანო დასაქმებაშიცო დამეხმარებაო. და აი გადავწყვიტეო, რომ მომეწერო. და გადავწყვიტეო, რომ მომეწერაო, რომ ესეო დამესიზმრეთო. უსაყვალესი იყო და მეთქი არ არის თქო პრობლემა, თქო დაგასაქმებთ კიდევაც, თქო და მაგ ბავშვებსაც დავიტოვე. Okay. არ არის პრობლემა. It's okay. ეს მე ვიცი რა. რა საყვარელია. დაბრუნდით მეგობრებო, მოკლედ ეს გავაცხელეთ. მე გავდგით აივანს და გავაციეთ. და ეხლა რა ხდება? ხედავ თქვი ჩაყარა. ეხლა ჩავყაროთ თქვილი საცერით თუ იმ ესე. პირდაპირ გავუშვი. ეგა. იქ ჭორავდი მეგობრებო და დამაგვი. ამას ვაში ნუშის ნაცვლი გავაფუჭეთ მე მგონი. არა გავაფუჭეთ ხა და. იდრანოს უყურს ესეთი რაღაც. გამოცხვა. აი ამის რომ მოვიდა ხო ხელი. Look how ნახეთ რა სილამაზე ხა ეს ნო გასინჯოთ და წახვით. სალამაზე ნამცხრები. სალამაზე ნამცხრები. ვაჩვენოთ როგორი, აი ესეთი უნდა გამოვიდეს რა. კი, უნდა დაუსკდეს, დაიბზაროს, დედამი. რეალა. კი. აი, სინჯავთ მეგობრებო. ზარი. და ხალხსაც გავასინჯებს ჯერ მე. რა თუ რამე იაღლიში მოვარო. ცხელია. ოპა. ხმაზე ამ ხმაზე. არა გემრიელი. არა, ვაფშე. არა. აი ხო ჩვეულებრივი პეჩენია, მე არ მომეწონა. რა დავაკელი ცოფო? აი, გაცივდება, კაი, აბა დავაყოთ. არა. გაცივდება დავაყოთ. ჰაი, ჩავეთი დღე არის, დავასრულე ვარჯიში, დაახლოებით ვიარე 8000 ნაბიჯი და დღეს არანაირი გეგმა არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მინდა რომ თან რაღაც ვიდეოები გადავიღავ კარიერა ადვაიზორანისთვის, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არა და მოდი დავიწყებ სახლის დაალაგებით. ეხლა როგორც კი მივალ, რაღაცა ეს მოვიშარებ და მერე
ნახოთ რას დავგეგმო. არც დღეს და არც ხვალ ესე გეგმა არ მაქვს არანაირი. მოკლედ, არავინ არ მაცადა უსუქმოდ ყოფნა. გამახსენდა რომ დღეს არის შაბათი და მინდიაში არის კონცეპტის ფასდაკლება და წასასვლელი ვარ და საყიდალი მაქვს მაცივარი, იმიტომ რომ ჩემს მდგმურებს გაუფუჭდათ. ხუთშაბათს ვიყავი წასული და უკვე ავარჩიეთ და ინვოისი გამოვწერეთ უბრალოდ დღეს ფასდაკლების გამოვყიდულობთ. ეხლა წავალთ მანდ. მერე უნდა მივიტანოთ ეს მაცივარი, ძველი მაცივარი უნდა ჩავიტანოთ სადღაც სარდაფში. მერე უნდა წავიდე ჩემდასთან სტუდიაში, რაღაცები უნდა მივუტანო და მერე რა ვიცი. შეიძლება ჩემი თავისთვისაც დამრჩეს დრო, ნახოთ. მოკლედ არ შემერგო დასვენება. ჩემი სტუდიაზე მინდა ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოგიყვეთ. ჩემი და მხატვარი და ძალიან ბევრი წელი მუშაობდა ერთ-ერთ ცნობილ სამხატვრო სტუდიაში, ჩვეულებრივად მასწავლებლად, ბევრი სამსახური ჰქონდა და ერთ-ერთ სამსახურობდა და ძალიან ბევრი წელი ჩემი და მჩუქნიდა დაბადების დღეზე საჩუქარს, აი სულ რაღაცა იოქროებს თუ რაღაცებს საყვარელი და მე არაფერს არ ვჩუქნიდი. და ერთხელ გამწარდა, ოღონდ რენდომ დღეს რა აი წელს მაინცო მაჩუქეო საჩუქარიო. და მე გაუცრობოდ გაჩუქებთქო და კაიო დამტოვებო სამსახურშია, მე მივიდოდი ბასეინზე მაშინ. ზაფხული იყო და კითხო დაგტოვებთქო და უცბად აი ამოასხა და ტირილი დაიწყო. აი იცი რა არისო? ბედის ირონიაო, მე 3 წელიაო, სულ ჩუქნიო საჩუქრებსო. შენო ერთხელაც არ გიჩუქებიაო და შენო ეხა თანო მიდიხარო ბასეინზეო, სადაც 600 ლარსო იხდიო და მე მიყავარო სამსახურში, სადაც 400 ლარსო მიხდიანო. მოკლედ. ხო და მოკლედ იმ წელს არ მახსოვს ვაჩუქე თუ არა რაღაც, მე მგონი მეც რაღაც მაჩუქეს და ის რაღაცა ვაჩუქე. ვერცხლის კულონი და მოკლედ მე ჩემდას ძალიან დიდი ხანი ვაძალებდით რომ წამოსულიყო ამ სტუდიიდან, თავის სტუდია გაეხსნა და ერთხელაც მილეკავს. და მეუბნება რომ მოკლედ წამოვიდიო სამსახურიდან და გადავწყვიტეო გახსნაო და ვიპოვეო რაღაცა პადვალიონო. ნახევარ სარდაფი ვიპოვეო, პროსტო ძალიან გასარემონტებელიაო რა. აუ, გავგიჟდი. და ურეკე ჩემ მეგობარ ანას, რომელსაც ყავს მხატვარი და რომელსაც აქვს სტუდია, რომელსაც არ ამუშავებდა და უბრალოდ ქონდა და უბრალოდ ესე თავისთვის ხატავდა რაღაცებს და ანას შევთავაზე იდეა, რომ ჩვენს დებს გაიხსნათ საერთო სტუდია. და შედგა ეს კავშირი და გახსნეს სტუდია ვილეკულა. და ეხლა დღეს წავალთ მანდ და გაჩვენებთ რა ხდება. ეს არის ნუცუბიძეზე. ნუცუბიძეს რა ნომერში არის? არ ვიცი, ნუცუბიძის პოლიციის უკან. ნომერი არ ვიცი. ხო და მოკლედ დაასაფორდეთ ჩემი და რომელიც პადვალში ხსნიდა მას რა ქვია სამხატვრო სტუდიას, საჩუქარი არასოდეს არ მიჯუქებია ისეთი, აი რომ შევიდე მაღაზიაში და ჩემი დისთვის რაღაცა ვიყიდო. ერთხელ ვაჩუქე power bank-ი, მე ლონდონში წავედი და წავიღე ვთხოვე და იქ დავკარგე ხაზი. აი ერთადერთ ხო წავიყვანე, მართლა ვუყიდე, აი მახსოვს რა იძლივს უყიდე რა, აი ძალიან არ მინდა საყიდო. და მეტი მათხოვე უჭოლი ჩამოგიტათხა და იქ დავკარგე. ხო და დაასაფორდეთ ჩემი და ვინმეს თუ ყავთ ბავშვები, პატარები, მე მგონი 4 წლიდან, ხო 4 წლიდან ზემოთ 18 წლამდე. დასატოვებელიც თუ არ გაქვთ, მოკლედ შეგიძლიათ ატაროთ სტუდიაში. დღეს გაჩვენებთ რა საყვარელი სტუდია აქვს. ამ ჩვენ ნუშის დამცხვარს არ იცის ცოტნემ როგორ ნუშის დამცხვარი გამოვაცხეთ და რეაქციას გაჩვენებთ ცოტნემ ჩემი სიძენ. ჯერ გითხარი როგორი პრეტენზიული ხარ? ბავშვობიდან მივირთმევ მე ამ დამცხვარს. რა უკვე ხელი რომ მოვკიდე, უკვე სკეპტიკურად განვეწყე. არა, გემო. სიმართლე გითხრათ. მე და საფოს დედა არის დამცხვარს, მაგრამ ჩვენ გავაკეთე. ვინმე მჭამა უკვე ეს? ჩვენ ყველა. ხო, ანუ კაი, გადასჩენილობ. გენიალი. აბა ნაღდი რეაქცია გვინდა, არ ვატყობთ ფოლოვერებს. საგმილი ვარ? ნინო, შენთან მოვდივარ. ნინო, შენ გაკეთებული კვილები მომძრა. ხო საშინელი ვარი. აი ხო ძალიან. მე გაჭვეთ ძალიან კარგ ნუშის ნამცხვარს ეხლა გზაზე. ძალიან კარგები ხართ. თავარი მონდომება. გზად გამოვიარეთ Green Coffee-ში, სადაც არის თურმე ძალიან გემრიელი ნუშის ნამცხვარი.
და ეხლა გავსინჯავთ და გეტყვით. ესე გამოიყურება. და მეგობრებო, გუშინ რო ვჭამე, მაგას არ ვთვლი რა, ტკბილში არ ჩამითვალოთ. დღეს მაგ ის ყვირაში ერთხელ ტკბილის დღე. ხო, ნერვი არა მიშალოთ ეხლა. გუშინ ჯავა 12 კვერცხი. 1, 2 და 3. ეს არის ნუგის გამწყვალე. ეგეთი გემრიელიც არ არის. აი. ცოდნე. აი, ნუგის გამწყვალე. ჩვეულებრივ მაღაზიის არის ყველაზე გემრიელი, არა? აი, პროსტო მარკეტებში რო იყიდება. არა, შეიძლება იგებო. რაღაც აქ ზედმეტი. აი, საფნიო შეიძლება. ხო. არა, ძალიან გემრიელი, რა უნდა მომწონს. არა, კაია. მაგრამ აი, ჩვეულებრივი მიყვარს რა. ვედით მიდეაში. სერიოზული მანქანა ყავს. აღმოჩნდა რომ იმაზე დიდი მანქანა ყავს ვიდრე გჭირდებოდა. და შეგვეძლო რომ ეს მაცივარი ჩვენი მანქანითაც წაგვეყო, მაგრამ აი ვინმეს თუ რამე გაქვს წასაღები საბურთალოზე მეგობრებო, არა პრობლემა. უკვე რა ბიზნესი. აქ შეთავაზეთ რამე საბურთალოზე აქვს წასაღები, წააღებინეთ და ფული გამოვა. აი ესეთი იდეები რა აქვს. ეხლა მართლა და ჩვენი მაცივარი ძალიან პატარა არის, ვინმე შეთავაზეთ რამე თუ გაქვს წასაღებიო, თუ გცალიათ და წააღებინეთ და ფული გამოვარცეთ. ხო. კაი, არა. პასუხი ვთხარი უბრალოდ. პასუხი მითხარ. კი? კი, დავი, შეაგროვე და წავიდე. მე მოვყვანინეთ ამ ხელა მანქანა გთხოვთ ნახეთ. აპატიეთ. გამარჯობა. აბა რასაკეთებთ? რასაკეთებენ ბავშვები? კატო, რასაკეთებთ აბა? ჭიანჭველებს. როგორ არის ეს აბა მიხსენი? ესენი არის მიწა. მიწა. ჭიანჭველები კატო. მიწაში. რა სინახავენ იქ? ვაშ. სინახავენ ჭიანჭველები მეგობრებო. ახალი ინფორმაცია. კაი, აბა ჭიანჭველები რის გამო უნდა გააკეთეთ, შენ მითხარი აბა? მითხარი. იცი რა მხარი? ჭიანჭველას რამდენი ფეხი აქვს? რამდენი ფეხი აქვს ჭიანჭველას? 6. შენ ჯერ ვაშლს მიხედე. რამდენი წლისაც კატო, იმდენი ფეხი აქვს ჭიანჭველას. ჭიანჭველას ენა აქვს, სულ როგორ ლაპარაკობენ? არა, ფენა ეს. ვაჩვენო, როგორ ლაპარაკობენ? აჩვენე მიდი. ესე ლაპარაკობენ. როგორ ლაპარაკობენ აბა? წებოთ ლაპარაკობენ. მაგის და ჭიანჭველები რისგან უნდა გააკეთოთ? ჭიანჭველები მოყავს. ნუ ყავოსგან. თუ დაგეყარა სამზარეულოში ჩაქარი, მოვლენ ჭიანჭველები? აი შემოძლებლა კაიშია. კიდე რა უყვართ აბა ჭიანჭველებს? კიდე რა უყვართ ჭიანჭველებს? ყველაფერი? ყველაფრის ჭამა უყვართ. აი ცოტა წავედით. ადეკ. ყველა გააგრძელებს ხატვას და შენ წამხო. ჰაი, ორშაბათი დღე არის, დაახლოებით 4:30 არის, თუ 5-ის. ძალიან ბევრი საქმე მქონდა. აი ძალიან რაღაცა ძალიან წვრილმანი დეტალები და მოურჩი თითქმის ყველაფერს და ახლა მაქვს გასაკეთებელი შემდეგი რაღაცები. როგორც გითხარით, თანამშრომლობას ვიწყებ ერთ-ერთ აკადემიასთან, tech recruiting-ის კურსს ვიწყებ და უნდა მოვამზადო სილაბუსი. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ადრე გაკეთებული ძველ კურსებზე, ეხლა რაღაცა შედარებით განსხვავებული გჭირდება, იმიტომ რომ რაღაც პროფესიები ბევრად უფრო აქტუალური გახდა და რაღაც მიმართულებები და პრაქტიკამაც უფრო დამანახა. რაზე აქცენტის გაკეთება არის
უფრო შედეგიანი, ამიტომ სილაბუსი მაქვს გასაკეთებელი. ასევე დღეს მაქვს მოსაძებნი, მოკლედ მაისში მივდივარ სამოგზაუროდ ერთ-ერთ კუნძულზე და ბილეთები ნაყიდი მაქვს უკვე, მაგრამ არ მაქვს მოფიქრებული ზუსტად კუნძულის რომელ ნაწილში დავჯავშნით სასტუმროს. შედარებით რთულად მოსაძებნი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმრო ვნახე და ძალიან ბევრი სასტუმროს აქვს ძალიან ცუდ review. ხო და ძალიან მიჭირს. ანუ ყველა სასტუმროს რას ვნახულობ, ყველა სასტუმროს ცუდ review-ებში გადავდივარ და მე საშინელებებს ვკითხულობ, არ ვიცი ამას ნუშვებოდე თუ არა, მაგრამ ნუ რა ვქნა, ანუ მაგის კითხვის გარეშე არ შემიძლია დაჯავშნა, იმიტომ რომ ნუ ძალიან სიცხე იქნება და მინდა რომ მოკლედ ყველანაირი კომფორტი მქონდეს, თან ამ ტრიპს საჩუქრად ჩუქნი ჩემს ქმარს და მინდა რომ თვითონაც საკმაყოფილი იყოს. ტრიპს როცა ვგეგმავ ხოლმე, ყოველთვის ვაკეთებ ერთ დიდ drive files, სადაც ვინც მივდივართ, ყველას ვამატებ აბსოლუტურად, თავის ბილეთებით, პასპორტებით, პირადობებით, აი ყველაფრით, საერთოდ გეგმით, ყოველდღიური გაწერილი გეგმით და მოკლედ ეხლაც ესე უნდა გავაკეთო. ანუ დაახლოებით გეგმა გაწერილი მაქვს, მაგრამ რადგან არ ვიცი კუნძულის რომელ ნაწილში გვექნება სახლი, ამიტომ როუთები გადასალაგებელი იქნება, როგორც კი დაზუსტდება. დღეს გავაკეთებ ამას და ჩემთან უნდა წავიდე ასევე. თხოვა რომ მოდიო, ძალიან მინდა და საბაგიროზე ასვლა, ჩემს სამსახურთან ახლოს არის ახალი რუსთაველის საბაგირო, რომელიც არის ძალიან ლამაზი, ძალიან მინდა დაწასვლა, მაგრამ ოდნავ ქარია და თავს ვიკავებ. მე და ანა ვართ ჩემთან ოფისში და მუშაობთ. ახლა დავიწყებ რაღაცების მოძებნას. 1-2 სასტუმრო მაქვს უკვე მოხაზული, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ფასითაც და ლოკაციითაც და ნუ სერვისითაც და მოკლედ გაგიზიარებთ. ჯერ არ გეუბნებით სად მივდივარ. სურპრიზი რა იყოს. გამარჯობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩემი დის სახლში და ვაკეთებთ უგემრიელეს მაჭკატებს, რომელზეც გავიზარდე. თქო შორის. და მოკლედ ერთი ესეთი ისტორია მაქვს. ჩემი დააკეთებს ამ მე ბლინებს ვეძახი რა. ამ მაჭკატებს თუ მაჭკატი ქვია. ესეთი ისტორია გვაქვს, რომ მოკლედ ჩემი დააკეთებდა მთელი ცხოვრება ძალიან გემრიელს. ესე ამ მასალას გააკეთებდა ხოლმე, მე მაცივარში ინახავდა და მე როცა თავიდან დაგჭირდება და გაკეთება, ისევ თვითონ აკეთებს. და ცხოვრებაში ერთხელ დამიდგა ესეთი მომენტი, რომ სახლში არაფერი არ იყო საჭმელი და მარტო იყო ეს ცომი თუ რა ქვია. ცომი, ბლინის ცომი. და ნუ გადავწყვიტე რომ მეთქი მე შევწვავ რა, შეწვა კი ვიცოდი და ვერ მაცივარდა რომ გამოვიღე, იყო ძალიან გაყინული რა, აი ბლანტი ის იყო ასეთხე. ვფიქრობ, ეხლა როგორ გავალღო? ნუ მივედი გაზთან, გაზზე ვერ ვალღობ რა. გავხედე მიკროტალღურს. მეთქი იქ გავალღობ. შევდგე ერთი ნახევარი წუთი თუ 1 წუთი. გასაუბრად და გამოვიღე ეს ჩემი ცომი. გამომცხვარი. გამოცხო. გავსინჯე, მე რაღაც ნაწილი გამოცხვა, რაღაცა ისევ კრემოვანი დარჩა. გავსინჯე ეს გამომცხვარი, მეთქი გემრიელია. მეთქი გემრიელია, შევდგი ბოლომდე გამოვაცხე და ეგრევ ჭამე. მოკლედ ძალიან კაი იყო და მეგობრებო, ეხლა მას შემდეგ გავიდა 1-5 წელი. სწავლობ გაკეთებას და თქვენც გასწავლით. მოიმწოდეთ. უნდა 2 კვერცხი. ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ ამას. ცხოვრებაში პირველად. სუფრის? 6 სუფრის კოშაკარი. კაი, დეჩემ კარ ნახავს ახლა რა არა, მაგრამ დეჩემს არ ვაკითხებთ. 2 3 4 5 და 6. აი ხოდა შევხედე, იმიტომ რომ მე არ ვიცი. ექსპერტმა უნდა შეხედოს. მოდი. აჰა, კაია. ცოტა კიდე დაამატე, 2 კოპს. ცოტა კიდე დაამატეო. 2? ძალიან ტკბილი რო იქნება. კაი, ეხლა? ეხლა ციყვი მარილი. ციყვი მარილი. ცოტა? ციყვი არის ერთი ხელით მოვიღო ესე. ხელით ვერ ამოვიღებს ველი მაქვს, ცოტას ჩავაყრე. კაი. ხა მიქსერი მეგობრებო და ვურავთ.
მაწონი გადმოვიღო? ხლიანად. გადმოვიტანე მერე. ხაო. მერე. ნახევარი ჩაის ყოვზის სოდა. ერთ-ერთში მეორეში და ორივეს უშვები ხო საბოლოოდ? ორივეს უშვები საბოლოოდ. ეხლა მეორეს მოვიდე. ველოდებით 1 წუთი. ბავშვობაში ესეთი ბანკით რო ყიდულობდით მაწონს, მე ეს ბანკა უნდა მიგვეტანა მაღაზიაში უკან, თორე ხო ახალს ვერ იყიდით მოკლედ და დედაჩემი მაღაზიაში უკან რომ აბრუნებდა ან იქით რომ მოდიოდ ესე მეუბნებოდა რომ ეს ბანკაო გვერდზე დაიჭირეო და ვერაფრით ვერ ხვდებოდი აი გვერდზე რატო გვერდზე ესე უნდა დაგეჭირო რომ წაიქცეო რომ არ გაიჭრაო სახეო აი ეხლა რო ვიცი ბუდაის ჩაგდე ვინმეს რეცეპტი თუ დაგჭირდებათ მაინც მოიწერეთ თეთა ქლიანად ვანილი ფაქტიურად ნამცხვარია ვამატებთ კიდევ 2 კოვს. 2? რამდენი უნდა? ნუ 20 კოვზი უკვე იყო. 23-ზე რო ავიდეთ. კარგი, ეხლა ვასხამძეთ. ჩვენი სპონსორია ოლეინა. ესეთი გამოვიდა ჩვენი მაჭკატები გემრიელესი და გააკეთეთ თქვენც. სამშაბათი დღე არის. ვარ სასიარულოდ გამოსული, მე და ჩემი მეგობარმა ვიარეთ და მე 1 წრე გავაგრძელე, ახლა ვისვენებ და დღეს მაქვს ძალიან ბევრი საქმე. და ამ საქმის პარალელურად მინდა რომ შემდეგი რაღაცები მოვასწრო. მოკლედ YouTube-ზე უნდა დავდო ახალი ვიდეო, რომელიც შეეხება რეზიუმეს შედგენას და ამ რეზიუმეს გაგზავნას სწორ კომპანიებში და ასე შემდეგ. შემდეგ ძალიან მინდა რომ გუშინ რო ვერ წავედი საბაგიროზე, დღეს გამოვნახვა ამისთვის დრო, იმიტომ რომ მაინტერესებს და სამსახურის შუალედში გავალ აუცილებლად. თან ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან ოფისში და ერთად წავალთ და საღამოს ჩემი მეორე მეგობრისგან მაქოფერი რომ წავიდეთ ბასეინზე. ზამთარში არასდროს არ მივიდა ბასეინზე და არ ვიცი როგორია. ანუ შემცვედება თუ არა არ ვიცი ხა და მოკლედ ჩაგერთვებით ყველა პროცესში და გაგიზიარებთ. კარგი დღე ყველას. მოკლედ ჩავიცვი ნაცრისფერი ელასტიკი, ცისფერი კეტები, ცისფერი ზედა. ეხლა შემოვიცმე პიჯაკს. და იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს როლინგები. და ეხლა მაგ ყელი ძალიან შიშველი. ჩავიცმე ესეთ რაღაცას ყელზე. და უცბად ჯემპრის გარეშე ვარ ძალიან თბილად. ესეთი ცალკე რაღაც არის და ჩავიცმევ ასევე დუტის ჟილეტს. ეს დუტი არის ბეჟი ფერის და მოკლედ ჯამში მოცვია ცისფერი, ნაცრისფერი და ბეჟი და სამ ფერზე მეც ზოგადად არ ვიცმევ ხოლმე, იმიტომ რომ მე ძალიან ჭრელდები. და ეხა კი ძალიან ფერებში გამომივიდა უცბად, მაგრამ მაინც რა ვიცი მომწონს. წავედით სამსახურში. მოკლედ მოვედით საბაგიროზე. ძალიან ცივა, მაგრამ
რა ხომ თქვით? აი ვლოგების გადაღებას ის აქვს რა. რომ რაღაცას რო იტყვი, მე აკეთებ და ძალიან კაია. და საფას ძალიან ეშინია, მაგრამ ვნახოთ აბა. იმედია პანიკური შეტევა არ დაეწყება. ულამაზესი შენობა არის. აია, ჩვენ დღეს ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი. ეხლა აქ ვართ და აქედან კიდე ოფისში მივუბრუნდებით და გადავიღებთ ვიდეოს. მე წავალთ მანქანებს გავრეცხავთ და ბრუნდებით უკან. Friday კაია. ბევრი ახალი რესტორანი დაემატა აქ და ისინი გასინჭეთ, მათ შორის Friday-ის ყველაზე გემრიელი free. ერთხელ გადმოფრინდი პარაპლანით. ჩემი მეგობარს აქვს კომპანია Ride Gudauri, რომელიც ესე სხვადასხვა სერვისებს მოკლედ გუდაურში, ზამთარში და ზაფხულში მოკლედ აორგანიზებს და ერთ-ერთი იყო პარაპლანით გადმოხტომა და მართლა არ ვიცი როგორ გავბედე, როგორ გადმოხტი, მაგრამ აი საოცრება იყო და სხვა შორის აი პარაპლანზე ყოფნა, ანუ ეგეთი ექსტრემალური არ არის რა, აი გადმოხტომის მომენტი არის ყველაზე ისეთი, იმიტომ რომ უნდა გაიქცე. პარაპლანი არის უკან ტიპი გიზის და შენც რაღაცაში ზიხარ, აღონ აი კამარივით რაღაცაში რა. ის მოყვება ზევით პარაშუტი? ხო, პარაშუტი კი არა, ისეთი, აი კალი ტიპი რო დაფრინავს. ეგ არის პარაპლანი. და ეს ტიპი ვინც მაფრენდა, ამიტომ ვიკითხებოდი, რომ შვილები თქო თუ ყავს თქო, ან მაინტერესებდა ცხოვრება, რა დუღირდა, რამდენად უყვარდა და რაღაც მომენტებში აკეთებდა ესეთ სალტოებს და ნუ მეთქი არ ქნა თქო. და სხვებმა 4 კაცმა მიფრინეთ, სხვებმა ეგ სალტოები გამოცადეს. მოკლედ, ეხლა დავსხედეთ 7 საათი არის. აქამდე მითინგი რომ იყო დაკავებული, თორე აქამდეც შემოვიდოდით და უნდა ჩავწეროთ ვიდეო სივზე. ანუ და აღარავინ აღარ მკითხოს როგორ გააკეთოს სივი. კარგით? იმიტომ რომ უმარტივესი. გაგიზარებთ შაბლონსაც, ფაილსაც, ყველაფერს, ოღონდ აღარ მკითხოს არავინ სივი როგორ გაკეთებ, იმიტომ რომ უმარტივესია. მოკლედ დაიდება ეს ვიდეო როდის? დღეს ვდავდოთ? ანუ ეგრევე რა ტრანსფერებ მაგიტო. დავდოთ? კაი, დღეს ვდავდებს, დღეს რამდენი თებერვალია? 10 თებერვალია. კაი, მოკლედ ჩავწერთ ახლა და იმას ვერ ხსნით რა ქვია. კამტაზიას watermarks, იმიტომ რომ ფასიანი ვერსია არ გვაქვს და იყოს რა პრობლემაა. მოკლედ ჩავწერ. დროებით. გადავიღეთ მეგობრებო, აი ეს არის ჩვენი ახალი ვიდეო. რეზიუმე, რომელიც მუშაობს, უყურეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ იმას გსურთ, რომ ფაილები გამოგიგზავნოთ და თუ რამე კითხვებიც გექნებათ და უკვე ძალიან ბევრი ვიდეო დამიგროვდა და ძალიან მიხარია. მოკლედ, ბასენზე რო ვაპირებდი წასვლას, აღარ წავედი. დროანაც აღარ წავიდა და მოვედით საშხაპეში მანქანის გასარეცხად. 4 შაბათი დღე არის და მოვიდა თოვლი. ნახეთ რა ლამაზია. აი ძალიან. გარეთ არ დავს, მარტო აქ დავს. გარეთ თულჭყოპია. ხა? ავთი ზემოთ ძალიან. ხა, ეხა ვივლით და გვინდა რომ წავიდეთ წყნეთის პოლში. ძალიან ლამაზი რომელიც არის. და განახეთ იქ უკეთესი თოვლი თუ იქნება. სანამ გადავალთ, unboxing-ს გაჩვენებთ
ახალი სასიარულო ბოტოსის. აიცა. მენდი Koçfenevay metsalamazia. Nasıl siz? Ne kamukat kadar sesiyallar. მოვედით ცითიმულში მე და ჩემი და ვასრულებთ მე-9 ვლოგის გადაღებას. ჩემი და უნდა იყიდოს გორგიაში ელექტროჩაიდანი. ალბათ როგორ გავართ ერთმანეს თქვენს გაინტერესებთ ხო? მოგიყვეთ ჩვენი მსგავსების ისტორია. და არ ვიცით რა როგორ არის ესეთ სხვაობა ჩვენში. უნდა დავაჩქარო. კი ვიცი, ზუსტად ვიცი რა. რა შეიძლება სწრაფად ძალიან. შენ შედი. გასავად. ოკეთ, მე და ჩემი და საერთოდ არაფრით ერთმანეთს არ გავართ. ანუ არც ვიზუალურად, არც ხასიათით, არც არაფრით. საერთოდ არაფრით არ გავართ და სხვა შორის ჩემი და ვის გავს წესერად ვერ ვიგებთ რა. მე მამა ჩემს გავარ. ჩემი და არ ვიცით რა ამბობენ რომ ჩვენს ბებიას, მაგრამ მაინც მიჭირს. რაღაც ფერებით და ნაკვთებით განსხვავება. ხეთ ამ ფოტოს გაჩვენებთ. ჩვენსაც რომ კარგად აღიქვათ ჩვენ შორის ახლა სხვაობაა და ეხლა მოგყვებით რამოდენიმე ისტორიას რა სანამ გამოვა. როგორ განსხვავდებით ერთმანეთისგან. ანუ დინამიკი მადევს თავზე და მაგიტო ჩემი ხმა არის მის კარგად მოკლედ. ჯერ მოგიყვებით ბავშვობაში როგორი ურთიერთობა გქონდა. სულ 24-7-ზე ვჩხუბობდით და ჩემ დას ძალიან მაგრა უყვარდა. მე რა რაღაც სხვადასხვა პერიოდში ძალიან მაგრა უყვარდა ფელამუში, ძალიან მაგრა უყვარდა ლიმონი და მე სკოლაში უკვე ისტორიის სწავლება დაიწყო, ეგვიპტე რა. და ეგ სამი რაღაც მარტო იმიტომ მეზიზღებოდა რომ ჩემდას უყვარდა. მოკლედ სულ ჩხუბობდით, განსხვავდებით ერთმანეთისგან, ანუ მე ძალიან მიყვარდა ჩემი ტანსაცმელები და ჩემი და იღებდა ამ ტანსაცმელებს და ხმარობდა და ვაფშე რა მდგომარეობაში მიბრუნებდა ვერ გეტყვით, გახეულს და სულს იმიტომ რომ არ აინტერესებდა, არ ანაღლებდა და ამაზე კიდე ცალკე ჩხუბობდით. და მოკლედ სულ გქონდა ჩხუბი. ახლა ერთ სასაცილო ისტორიას მოგიყვებით. მოკლედ ერთხელ ვართ რაჭაში. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ბარსელონაში და იქიდან რომ ჩამოვედით, წავედით ეგრევე ჩემთან რაჭაში. და ჩემი დაც ჩამოვიდა. და ხიზანა ჩემი მეუღლე, მაშინ წერდით ერთმანეთს რა, ეგ პერიოდია და ხიზანაც პარალელურად თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა რაჭაში, სხვა სოფელში საერთოდ. და იმ საღამოს დაგვპატიჟეს სტუმრად, რომ რაღაც ჯოკრის თამაშს ვაპირებს და მოდის და ჩვენ ბარსელონაში წავედით, ძალიან დაგეგმილად, თან ისეთ დროს ჩავედით, რომ ძალიან, სეილები იყო და მოკლედ, ძალიან ვიშოპინგეთ, ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდეთ, თან ზუსტად ისეთ რაღაცები, რაც მართლა გვინდოდა და მოკლედ ძალიან გავიპრანჭეთ, თან ძალიან ზაგარი გვაქვს, მოკლედ ძალიან მოგწონს ყველაფერი და ჩემა და მეც წამოვალ რა. კაი ითქვა და ჩემ დას გვერდზე ოთახში ეძინა. მე და ჩემ მეგობარს ერთ ოთახში და უცბად უკვე უნდა გავიდეთ თუ რაღაც და შემოდის ნანა. ჩვენ ხო ძალიან გაპრანჭულები ვართ და მართლა ანზეც გვისვია რაღაცა ჭყიალები რომ ძალიან ეფექტივნო და ნანა მოდის აცვია რაღაც ჯარისკაცის ბატინკები რომელიც არის საღებავებისგან დასრული იმიტომ რომ ხატვის დროს იყენებდა რაღაცა ჯარისკაცის შორტები ქამარი მე კიდე წელზე შემორტყმული ჟაკეტი ძალიან დიდი ჩანთა უკეთია და ამ ჩანთაში ძალიან ბევრი ნივთი უდევს და საოცრად აცვია და თან თმას ესე იკრავს რა თმა ქართველო დიდი ბოძიში რა добрый вечер ნანა მიშველე ხა და მოკლედ ვერ იყიდე ჰა მითხარი უცბად ვერ იყიდე კი აღარ იქნება იკეტებიან და არც ერთი ჩაიდანი არ ქონდა
კაი, წავედით, არა უშავს, გიყიდეთ. კაი, ყვები ძალიან კარგი ისტორიას. მოკლეს და ნანა გამოვიდა ძალიან ცუდად ჩაცმული, აი საშინლად და მე და ქეთა და თან ახლა მე ვიცი რომ ამას რომ ვეტყვი რომ ნანა ძალიან ცუდად გაცვია და ესე ვერასდროს წაგიყვან. ანუ ვიცი რომ ჯიპში ჩამიდგება და ანუ უარესად გაჭედავს და ვეუბნებ ესეთ რაღაცას რომ ნანა მეთქი მე ბარსელონაში აი ძალიან მაგრავი შოპინგი გეთქო და ყველაფერს მეთქი ახალს ჩაგაცმევ თქო და ჩემ ტანსაცმელებს გათხოვებ თქო ცხოვრებაში არ შემითავაზებია და არა შანსიო არ არისო მე ამასო არ გავიხდიო ახლა ხო ძალიან მაგრა ვიჩხუბეს და ეს ჩემი მეგობარი ვინც იყო ეს არის ჩემი დის მეგობარიც ანუ საერთო ნუ ეს ძალიან დაიბნა რომ მოდიო ნანა იძახის რომ მე დავრჩები არსად არის წამოვალ და ყველას ვეტყვი რომ ტოვებთ და მე ვიძახი რომ მეთქი თუ არ გამოიცვლი არსად არ წაგიყვან რა იმიტომ რომ მივდივარ ისეთ ადგილას სადაც მე თვითონ ვიბრანჭები მე თვითონ მინდა რომ კარგად ვიყო და ხა ჩემი დამოდის რომელსაც აცვი აი არ ვიცი როგორ გეცვა პური მხატვარივით როგორ მხატვარივით არ იყო ეს იყო რაღაცა ჯარისკაცის ფორმა გეცვა აი ბაცი ფოტო დაიძახი როგორ აქვს არა მასანოჭკები რომ მოწია არა ეგ ფოტო ვანახე უკვე ხალხს არა სხვაზე და მოკლედ არ გაიხადა დავტოვეთ ეს ჩემ გაი წავიდა სახლიდან საერთოდ ისე გაბრაზდა ნუ აი შეგურაცხა ჩემ მეგობარი სნობებად მაგრამ ნუ აი ისე ეცვა ხალხო რომ ანუ დამიჯერეთ მე ერთხელ მაგრა ლუქს რო აწყობს განახებთ და აი დავტოვეთ ჩვენ წავედით იქ რაღაცა ვითამაშეთ ჯოკერი და დაუბრუნდით სახლში რო დაუბრუნდით უცბად ნანა ხდება ანუ მთელ სამეზობლოსთან ერთად ანუ მთელი სოფლის ბავშვები ყავს შეკრებილი და ყველას მოუყვა რომ მე და ჩემმა მეგობარმა დავტოვეთ სახლში და არ წავიყვანეთ ჩვენს მეგობრებთან იმიტომ რომ სუდად ეცვა ანუ ხდებით ხო მესამე პირი ამას როგორ მოისმენდა და ნუ აი ჩვენ ესე სირცხვილის გაგვიკეთეს დერეფანი ავედით და დავიძინეთ ხო, ესე ვეწყობით ერთმანეთს და მეორე ტოპ ისტორია, ჩემი და ჩემი დის ურთიერთობა, მოკლედ პატარები ვართ და დედა ჩვენი გვიკრძალავდა ფეხების გაპარსვას რომ და ნუ აი დედა ჩემი რომ მიკრძალავდა მე შიშარა ვიყავი და მეშინოდა რა და არ შვებოდი, მაგრამ ლაბაზანას შევიდა ნანა და ძალიან დიდი ხანი არ გამოდის რა და მე პროსტა დავეჭუდი რა შვება აქ რიქშიდან ჩავდგეთ პროსტა დავეჭუდი რა შვებოდა და ვუკაკუნებ კარებს რომ გამოდი გამიღე კარი გამოდი და გაგიღებო ოღონ და დედას არ უთხრავ რას ვაკეთებო და ნუ უფრო დავინტერესდი ხა მოკლედ აღმოჩნდა რომ აქ ძალიან დიდი რიგია მე მგონი ვერ შევდგებით აღმოჩნდა რომ ჩემი ძმის მერიცი წვერის საპარსი კაფით იპარსავდა ფეხებს და ერთ სართულით ქვევით და ჩემს ქონდა კოსმეტოლოგიური კაბინეტი და ეგრევე ჩავედი მეთქი დედა ნანაზე ფეხებს იპარსავს ძალიან ბევრი დანიშნა და ეს რა ქვია ძალიან მეწყინა რომ დედა ჩემი არ ეჭხობა ესე უთხრა რომ რა ვქნაო რაც გინდაო ის ქენიო მეო არ მიჯერებო ფეხსაოს არაფერი არ გითხრა და აი ძალიან იმედ გაცრუებული რომ მაგის გახმა შენ არ გიცემი ვარ. მაგრამ მოკლედ ახლა მივიდივართ კინოში. არ ვიცი, ქართულად მიშველეთ არის, როგორ არის ინგლისურად მიშველეთ? სოს. help არის დამეხმარეთ. მიშველეთ ქვია. სოს და ხა და რაღაც უჟასია, უჟასები არ მიყვარს. სათავ გადასავლო და კიდევ საშინელება არის, აბა მოკლედ, შევალთ ახლა კინოში და გაგიზიარებთ ფიდბექს, როგორ მოგვეწონება. აი, საოცარი ფილმი იყო, აუცილებლად წამოდით. რა ქვია? Send help. აი, Send help ქვია და მოკლედ ნახეთ, ამბერ ვიცინეთ. აი, ძალიან ამდენი არ მიცინი არასდროს და გადაღება და მოვიწყე რაღაც კადრების და მარტო ბოლო კადრი გადავიღე. მოკლედ, ფილმის რეკომენდაციას გიტოვებთ და კომენტარებში დამიწერეთ. ვისაც შემოსავით გაგეცინებათ. რამეს გეგმა? წიგნს წერ, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ მინდა ხალხმა იცოდეს. რომ არავინ დაგეხმარებათ. ჯობია თქვენს თავს თვითონ უშუალო.